რა თქმა უნდა, ვაკვირდებით, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, ვინაიდან მიუხედავად განსხვავებებისა, მაინც ერთი ფლანგი ვართ. ამ ფლანგს ქვია ოპოზიციური ფლანგი, მაგრამ მიუხედავად ამ ზოგადი კუთვნილებისა, გვინდა გამოვირჩევოდეთ. ყოველ შემთხვევაში ასეთი არის ჩვენი სურვილი და რაში გამოიხატება ეს სურვილი გამორჩეულობის. კუთვნილება გითხარით, ზოგადი საერთო ვართ ოპოზიციური პარტია, მაგრამ უпроსორეთ ვიქნებით ენა მიღივლა, ესე იგი გავხდებით და უხარდებით. ვის ბოლოს აპიტ პრინციპში 28 კი ბატონო, პირველ საათზე კორტიარტ პერიოდში. რაში გვინდა განსხვავებულობა დავამკვიდროთ, რომ ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს ჩვენი მაყურებლისათვის, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც გვინდა ვიხელმძღვანელოთ სახელმწიფო ცნობიერებით. და ახსნი რა მაქვს მხედველობაში. ვიმეორებ არასაძალაუფლებო, იმიტომ რომ ძალაუფლება მაინც სხვა ფორმალურ ინსტიტუტებს უკავშირდება, არამედ სახელმწიფო ცნობიერებით. ეს არის პირველ რიგში შემდეგი პრინციპების დაცვა, რომ პატივსცემდე, აფასებდე და სათანადოდ შეაფასო ყველა პოლიტიკური აქტორი, პოლიტიკური ფორმაცია და პოლიტიკური ეტაპი. ეს არის სწორედ აი სახელმწიფო ალგორითმი და ცნობიერება. ეს ერთი, მეორე გზის გაკაფას ეძებდე არა მარტო საკუთარ ამომრჩეველთან, ან მხარდამჭერთან, არამედ განსაკუთრებით იმასთან, ვინც არ არის შენი მხარდაჭერი, არ მოწონხარ და გაკრიტიკებს და კიდევ ერთი ალბათ განსხვავება, ისი სურვილი გვაქვს ყოველ შემთხვევაში და როგორ გამოვა სხვა საკითხი არის, რომ მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყოთ სისტემას შემქმნელ პოლიტიკაზე, წესებზე და ნაკლებად პიროვნებებზე და ინდივიდებზე. ალბათ აი ეს სამი ნიშანთვისება რა შეიძლება. ჩემგან როგორც მოქალაქისგან დაგიმატებთ ერთს. კი ბატონო, აბა მითხარით. მე სურს რომ ისეთი პოლიტიკური გუნდი ვიხილო, თუნდაც თქვენი სახით ან სხვების სახით, რომლებსაც ხელისუფლებასთან ბრძოლა, ქვეყანასთან ბრძოლაში რაღაც მომენტში არაერება, იმიტომ რომ ასეთი ფოკუსის აღრევაც მაშინ მე შემიძლია კი ბატონო, სწორია, მაშინ მე შეიძლება ხელისუფლებას, ანუ შეცვლის მსურველის მხრიდან, აი ეს. მაშინ მე შემიძლია გავაგრძელო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოაზროვნე საქართველოზე და მოაზროვნე პოლიტიკაზე. ეს მათ შორის ნიშნავს არა მხოლოდ წიგნიერებაზე და აკადემიურობაზე დაფუძნებულ პოლიტიკას, არამედ ემოციური ინტელექტის გამოვლინებასაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანურობა წიგნიერებასთან ერთად, ინფორმირებულობასთან ერთად უნდა დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში, როდესაც თქვენ ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, ხოლო ჩვენ ერთ-ერთი თქვენგანი ვართ. აი ეს არის სწორედ განსხვავება ხელისუფლება და ძალაუფლებას შორის, როცა ხელისუფლება ქვეყნის ხელისუფლებად მიიჩნევს საკუთარ თავს და არა საძალაუფლებო ინსტრუმენტად სხვა აზრის დადგმობისათვის და საკუთარი აზრის წახალისებისათვის. ისინი რაღაც ჩვენ და ისინი ასეა დაყოფილი. და კიდევ ერთი საინტერესო პატრიარქობის კანდიდატების პროგრამა იყო და ერთ-ერთს რომელიც ვერ გახდა, ეწერა რომ აი რაღაცნაირად აი ამ პროცესშიც უნდა ჩვენ რაღაც შევიტანოთ მოკეთ აი ეს პოლარიზაციის დასრულებაზე რაღაც ამ ტიპის გზავნილიც ქონდა, რომ ჩვენ და ისინი არ უნდა იყოს ეს საზოგადოება დაყოფილად არის ეს. და კიდევ ერთი რო შევკრათ, აი თქვენ კარგი აზრი მომაწოდეთ, ამას ჩვენი გაგები, ჩვენი ლექსიკით ვეძახით თანამონაწილეობას, მაქსიმალურ თანამონაწილეობაზე აგებულ პოლიტიკას, სადაც თანაბრად ისმის აკადემიური წრეების ხმაც, თანაბრად ისმის კრიტიკული მოქალაქის ხმაც, თანაბრად ისმის ბიზნესის ხმაც, განსაკუთრებით ისეთი ბიზნესმენების როგორიც პატონი თემურ გულავარი და სხვები, აი ეს არის სწორედ თანამონაწილეობა. ეს არის სწორედ სახელმწიფო მიდგომა, როდესაც შენ როგორც თქვენ ბრძანეთ, კონკრეტული პოლიტიკური და პარტიული ჯგუფების მაღლა დგები ინტერესების მაღლა და ქვეყნის ინტერესს, ეროვნულ ინტერესს, ჯანსაღ ნაციონალიზმს და სამოქალაქო ნაციონალიზმს წინაყენებ. კი ბატონო. ბატონო ვიქტორ, აი უყურებთ რა, თქვენ თქვით რომ ვაკვირდებიო ამ პროცესს, ეს თქვათ გააქვთ ეს ამის ხედვა, რომ ახალი პარტიის აუცილებლობა, საჭიროება არის ამ ველზე? ცალსახად არის, ახლა არ მინდა ჩემი პასუხი გამოვიდეს ძალიან ისეთ ბანალურ, ტრივიალურ პასუხად, მაგრამ ჩვენ ვხედავთ აი ემოციური ინტელექტი რო ვახსენე და აკადემიურობა და ინფორმირებული გადაწყვეტილების უნარის მიღება მართლ პარტიას ერთი მხრიდან და ჩვენ ვხედავთ ტრადიციულ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც სამწუხაროდ ზოგიერთმა მათგანმა ვერ გადალახა მთავარი კომპლექსი.
რომ საკუთარ თავს გადააბიჯონ და პროცესის მიზნები დაინახონ პირველ რიგში პრიორიტეტად და არა საკუთარი თავი როგორც პრიორიტეტი ამ პროცესში. ამიტომაც ჩემი აზრით კრიტიკულად მოაზროვნე. რა მიზნები რა უნდა დაინახონ თქვენი აზრით? აი რა უნდა იყოს ახლა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის სამკვლევი? მოძრაობა, იმედის გაჩენა, პერსპექტივის გაჩენა, კონკრეტული დღის წესრიგის გაჩენა, ორიენტაცია არა მარტო ოპოზიციურ ამორჩეველზე. დღის წესრიგი, აი რაღაც დაამარცხონ ხელისუფლება, ჩამოშალონ და ახალი არჩევნებამდე მივიდეთ და აი სწორედ მაგეთკენ მოვდივარ, დიანა, რომ სურვილი ჩვენი ფოკუსი იქნება არა მხოლოდ ოპოზიციურ ამორჩეველზე, რომელიც ჩემი აზრით უფრო ვიწრო გაგება არის, არამედ ცვლილებებზე ორიენტირებულ ამორჩეველზე. მე ფიქრობდა დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილება უნდა, მაგრამ ამ ფლანგზე ვერ ხედავს სასურველ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცვლილებებზე, აქ იმდენად შეცვლაზე არ არის საუბარი, არამედ ცვლილების შემდეგ რა ხდება და ამიტომაც ეხლა ზედმეტი გაშლა რა თქმა უნდა ამ თემის არ მოხდება, თუმცა ჩვენ 28 შემდეგ გავშალოთ. არა, ჩვენ მანამდეც მოგვიხდენია ეს ეთერების მეშვეობით, როცა სხვადასხვა მიმართულებებით, აი მოაზროვნე პოლიტიკა რო ვახსენე და საქართველოს სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენ ვთავაზობთ ხვალინდელი დღის სურათს. ეს არის მთავარი, როდესაც ასპარეზზე შემოდის. როგორ ცვლით? თქვენ როგორ ხედავთ თქვენ როლს? აი ცვლილებების როგორ ცვლით? ჩვენ ცვლილებებს ვხედავთ დაალაგებული პოლიტიკური პროცესის შედეგად, რომლის კულმინაცია უნდა იყოს არჩევნები. მაგრამ არჩევნები ვინაიდან არ არის გამსაზღვრელი მხოლოდ, როდესაც ჩვენ ცვლილებების მოლოდინზე ვსაუბრობთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ, როგორი არის ცვლილებების შემდგომი დღე. ამიტომ სხვადასხვა კონცეპტუალური ხედვები, რაც სხვადასხვა მიმართულებების დარგების მიხედვით არის შემუშავებული, კრიტიკულად განწყობილ და მოაზროვნე მოქალაქეს, არა პროპაგანდით გაჯერებულს, უქმნის მკაფიო წარმოდგენას, პროგნოზირებადობის, სტაბილურობის და რყევების გარეშე გადასვლის. მე ახლა არ მინდა ცნობილი ერთი რუსი პოლიტიკოსის პერეფრაზი მოვახდინო, მაგრამ ახლა გამახსენდა აბსოლუტურად სპონტანურად. აი, როდესაც თქვენ საუბრობთ არსებულ პოლიტიკურ ძალებზე და ახალ პოლიტიკურ ძალებზე, რჩება წარმოდგენა, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ამ პოლიტიკურ ფიგურას უნდა მოსურნენი არიან რაღაც განსაკუთრებული რყევების და დიდი რყევების, ჩვენ რყევები არ გვინდა, ჩვენ გვინდა შემდგარი, ფეხზე შემდგარი მყარად ქვეყანა. ეს არის ჩვენთვის ალბათ ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში. რყევა არ შეიძლება იყოს თვითმიზანი, რყევა ვერ იქნება დამხმარე საშუალება, როცა შენ საუბრობ შენებაზე, კონსტრუქტივიზმზე, განვითარებაზე და სტაბილურობაზე. ქმნით პარტიას და ემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვის. ეს სწორი ფორმულირებაა თქვენ სამომავლო გეგმაზე? რასაკვირველია, ასევე მეორე ბანალური თეზა რომ მოვიშველიოთ, ყოველი პოლიტიკური პარტია მუდამ მზადყოფნაში უნდა იყოს არჩევნებისად, იქნება ეს ვადამდელი თუ რეგულარული არჩევნები, ამდენად დღიდან ოფიციალური რეგისტრაციისა ბუნებრივია ჩვენი ძირითადი რესურსი, ჩვენი ძირითადი მზაობა იქნება მიმართული სწორედ არჩევნებში შეძლების დაგვარად საუკეთესო შედეგის მოპოვებისაკენ. არჩევნებში მონაწილეობა არის ის საკითხი, რომელსაც თქვენ სადავოთ, საჯილდავოთ, ან თქვათ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებთ არასოდეს, იმიტომ რომ ეს თემა ხომ ხომ აკვირდებით ახლა, რომ პოლიტიკურ ველზე არის, რომ თქვენი წინასწარმეტყველი საუბრობდა, რომ საარჩევნო ნიჰილიზმი გვაქვს დასაძლებიო, ზოგი პირიქით დღემდე აღვივებს ამ საარჩევნო ნიჰილიზმს, ზოგი საერთოდ საუბრობს, რომ არჩევნები არ არსებობს საქართველოში გაუქმებულია და ასე შემდეგ, აი ყველანაირი აზრი მოგისმენიეთ და ასევე რაღაცნაირად კაფიო პასუხი შევლენ თუ არა რეგულარულ თუ არა რეგულარულ ვადამდელ თუ კალენდარულ არჩევნებში ბევრ პარტიას არ აქვს. თქვენ კაფიო ხართ ამ მიმართულებით? დიანა, ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში სასურველ პრიორიტეტზე. სასურველი პრიორიტეტი არის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ის ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი, ბუნებრივი არის ნორმალური პოლიტიკური პროცესის და მეტადრე ნორმალური არჩევნების ჩატარების წინაპირობას არ ქმნის. ამიტომ მე როგორც სურვილი, როგორც ძირითადი პოლიტიკური ხაზი ისე დაგიფიქსირებ, მაგრამ ამოცემულობაში გიკითხებით, ამ რეალობის გათვალისწინებით გეკითხებით. რაც უფრო ჩვენ მიუახლოვდებით საარჩევნო ციკლს და პერიოდს, რა თქმა უნდა, ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ფიქრობ კონსენსუალური გადაწყვეტილება უნდა იყოს, რომ
იმ ვითარებაში, რომელიც შეიქმნება იმ მომენტისათვის, ღირებული იქნება, ფასეული იქნება და მიზანშეწონილი იქნება თუ არა არჩევნებში შეცვლა. იქნება თუ არა ეს გადადგმული ნაბიჯი ამორჩევლის მოლოდინების გასამართლებლად, თუ იქნება, ანუ ასე ცხადად არ გაქვთ რომ ყველანაირ არჩევნებში შეხვალ? თუ იქნება მოლოდინების გაცუდებისა და საკუთარი თავის მოტყუების. რა თქმა უნდა, იმ მომენტისათვის ეს უნდა შეფასდეს იმ დროისათვის არსებული მოცემულობა. შეცდებით სხვების დარწმუნებას, ანუ ეს უნდა იყოს არაოცი 25 წლის სცენარი, როცა ზოგი შევიდა და ზოგი ბოიკოტში წავიდა, არამედ უნდა ერთმანეთიც დაარწმუნოთ ახლებმაც და უკვე არსებულმა პოლიტიკურმა პარტიებმაც, რომ შეხვიდეთ არჩევნებში. არსებითი იქნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს ერთობა, თუმცა ალბათ საყოველთაო ერთობაზე ფიქრი იქნება ძალიან რთული, მე განსაკუთრებით იმედის თვალით შევწერი ეგრეთ წოდებულ ახალ პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკურ წარმონაქმნებს, როგორც ჩვენ მათ ვეძახით ხოლმე პოლიტიკურ სტარტაპებს. ხედავთ ასეთებს, რომლები არიან? კი. ნუ ახლა ჩვენ ახალგაზრდების ჯგუფი, მათ შორის ჩემი სტუდიის სტუმრები არიან ხშირად, რომლებიც ემზადებიან თქვათ, რომ რაღაც გააკეთონ, არ დაუმალავთ თქვენ ვიცი კიდევ ვინ არიან? ეს არ არის ძალიან ვრცელი და შტამბეშტავისია, მაგრამ მაინც რომ არ გამომრჩეს რომელიმე უნებლიეთ, ერთი სიტყვით მე ვისურვებდი და ყოველ შემთხვევაში ჩვენი განზრახვაც ესეთი არის, როგორც ჯერ საქართველოსი და მოწოდებაც, რომ ჩვენ თვისობრივად ახალი პოლუსის შექმნაზე ვიფიქროთ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ანუ ჩვენ გვყავს ერთი მხრივ ქართული ოცნება, მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიებისა და ძალების სახით, მეორე მხრივ ის, რასაც ჩვენ ხედავთ ალიანსის სახით და ალბათ ჯერი დადგა თვისობრივად ახალი, არატოქსიკური, არატოქსიკური წარსულით დამძიმებული მემკვიდრეობით ახალი პოლიტიკური ძალების ნაერთის კომბინაციის ალიანსის ან რაღაც კოორდინაციო პლატფორმის შექმნისა. ალბათ ჩვენი ძალისხმევა ძირითადად ამისკენ უნდა იყოს მიმართული, იმიტომ რომ თუ ჩვენ მივახციეთ იმას, რომ ქვეყანა ეღირსა ნორმალურ არჩევნებს, ნორმალური არჩევნების შედეგად ერპირონული გამარჯვებულის მოლოდინში ყოფნა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ამიტომ კოალიციურ საწყისებზე მუშაობას ჩვენ უნდა მივეჩიოთ ეხლა და ამთავითვე, მანამ სანამ ვართ ოპოზიციური. დავასუსტებ, აი ამ ახალ ჯგუფებთან ერთად? ახალ ჯგუფებთან ერთად, კი, ახალ ჯგუფებთან. ძველებიდან არავინ არ მე ასეთად, როცაახლებზე არის საუბარი, ალბათ 2, 3, მაქსიმუმ 4 ჯგუფი მესახება. კიდევ ერთხელ თქვენის ნებართვით მოვერიდები მათ სახელდებას. რაც შეეხება არსებულ ჯგუფებს, მე მაინც დაველოდებოდი გულწრფელად რო გითხრათ, რა პროცესები განვითარდება ლელოს წიაღში. რამდენად შეინარჩუნებს ეს პარტია თავის კონსოლიდაციას თუ მოხდება მისი ტრანსფორმირება. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის შესაძლო პარტნიორად განიხილავთ? ეს არის მხოლოდ აი ძალიან მკრთალი მონიშნით საუბარი. რაც შეეხება უფრო მეტ სიცხადეს, დიანა, მე გიპასუხეთ, რომ ეს პოლიტიკური სტარტაპები, ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ფორმირების ეტაპზე არიან, ან ერთ-ერთი მათგანი უკვე ფორმირებული არის, ალბათ მათთან საუბარი ჩვენ უფრო მეტი უკავშირის საშუალებას გვაქვს. ბატონ ვიქტორ, ოცნებაში მიმდინარე პროცესს როგორ ხედავთ? თითქოს რაღაც ლოგიკა მოასწავებდა გარკვეულ ცვლილებებს. ამ ბოლო დროს ჩვენ ხედავთ, ყოველ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით, ესე ვთქვათ, ივანიშვილის პერსონალურ როლზე და ფაქტორზე გააქტიურებულ საუბრებს. პრემიერის ბრიფინგს გავიხსენებ, ასევე იმედის ეთერში იყო რეპორტაჟი ვრცელი ივანიშვილის როლზე. აი რაღაცნაირად თითქოს რაღაც დააკლდა ყურადღება და ახლა ანაზღაურებენ თუ მისი უფრო აქ ესე ვთქვათ გააქტიურება მოხდება მისი პერსონის პოლიტიკაში ან მართვაში. როგორ ხედავთ ოცნება რაღაც მიჩუმებულია? ვერ გეტყვით ვისი რა ეტაპზე გააქტიურება მოხდება, თუმცა ყოველგვარი მოგზაურობის გარეშე მე ყოველ შემთხვევაში იმაზე ვარ, რომ ქართულ ოცნებაში ან რასაც ჩვენ მეძახით ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ 10,000 ჯერ მithქვამს ეს არ არის კლასიკური პოლიტიკური პარტია, როგორც სოფხედულობრივი, რაღაც იდეოლოგიური ღერძისმრიგ გაერთიანებული, ერთი რამ ვიცი დარწმუნებით, რომ
ქართული ოცნების, უწოდოთ ქართული ოცნება, პოლიტიკური პარტიის სიახში მიმდინარე პროცესები განსაკუთრებით გვიწყობს ჩვენ ხელს, როგორც პოლიტიკურ კონტრასტს, სწორედ იმ ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაში. მე ორიოდე სიტყვით თქვენ საუბრის შესავალში გითხარით რა არის ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები, მაგრამ აი არჩევნებამდე პერიოდზე რო საუბრობ ჩვენ 2028 წლის არჩევნებამდე, იმიტომ რომ მე სიმართლე რო გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად უყურებ ადამიანների არჩევნების საკითხს, ვინაიდან დრო მიდის და ეს საკითხი მხოლოდ მონაჭორის დონეზე მუსირებს. რა დაგვეხმარება ჩვენ პირველ რიგში დაგვეხმარება, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ვაღიაროთ, როგორც უფასოვანი პოლიტიკური ძალა და არც ერთს არ ვეპრობოდეთ რაღაც დაკნინებითა და დაუფასებლობითა და შეუფასებლობით, ეს ერთი პატივს ვცემდეთ იმ კრიტიკულად მოაზროვნე ამორჩეველს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ ობიექტურ მედიას და აუცილებლად ხაზს უსვამდეთ ერთ რამეს, რომ ქართული მართლმსაჯულება ეს ვადამდელი არჩევნების შედეგად იქნება თუ არჩევნების შემდეგ აუცილებლად უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. ის აუცილებლად მომავალმა ხელისუფლებამ ყველაზე მთავარი რაც უნდა გააკეთოს, ქართული მართლმსაჯულება უნდა გაიყვანოს მოსახურების ზონიდან. აი ასეთ პრინციპებზე აქცენტირება იმ ფონზე რაც ხდება ქართულ ოცნებაში, რომელიც ძალაუფლების პარტიად იქცა და არახელისუფლების პარტია და ჩვენ გავიჯნეთ კიდევაც ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან რა არის სახელისუფლო ალგორითმი მოქმედებისა და საძალაუფლებო. დაგვეხმარება ჩემი აზრით ჩვენ რომ აი ხა მე არ მიყვარს სიტყვა რეიტინგი, მაგრამ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი ვპოვოთ. როგორც საარჩევნო ლანდშაფტის ერთ მხარეს, ასევე საარჩევნო ლანდშაფტის მეორე მხარეს და მე არ დამიმალია თქვენთან საუბრებში, რომ ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციური ამორჩეველი, ეს არის ცვლილებებზე ორიენტირებული ამორჩეველი. შეება შტაბეშტილება. აი ზუსტად, ამიტომ ცვლილებებზე ორიენტირებულ ამორჩეველში თანაბრად შედის ის ამორჩეველი, რომელიც ფორმალურად დღეს საკუთარ თავს მიაკუთვნებს როგორც ქართული ოცნების ამორჩეველს, მაგრამ უკმაყოფილო არის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად განვითარებული პროცესებით. აი ეს ამორჩეველიც ბუნებრივია ითხოვს პოლიტიკურ ინსტრუმენტს, პოლიტიკურ ჭურჭელს პარტიული სტრუქტურის სახით, რომელშიც ის ჩაასხამს თავის მოლოდინსა და თავის უკმაყოფილებას. ახლა პარტიამ ვერ შეასრულა ეს როლი? იცით, კახარიას პარტიამ ალბათ რაღაც ეტაპზე შეასრულა თავისი როლი, როდესაც გააჩინა ესეთი ფენომენი ცენტრიზმის, მაგრამ დღეს ვფიქრობ ახალი ეტაპის ჯერი დადგა. მე ამით შემოვიფარგლები მხოლოდ თქვენის ნებართვით, როცა საუბარი არის ან ბატონ გიორგი კახარიაზე, ან ლელოს დამფუძნებლებზე. ჩემი აზრით, ის კომენტარები, რომლებიც ჩვენ გავაკეთეთ ამ ინტერვიუს ფარგლებში, საკმარისად ამომწურავი და თვითკმარი არის.